საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. ძვირფასო Silk Sport-ის მაყურებლებო და ორთაბრძოლის გულშემატკივრებო, დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო სტუმარი, გაიცანით ლევან ქერდიყოშვილი, საქართველოს პროფესიული კრივის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. თუ შეიძლება მოგვიყევი როგორ მოხდი კრივში და აი ამ კონკრეტულ თანამდებობაზე. რაც შემეხება უშუალოდ მე უკვე 7 წელია საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირში მუშაობ. ყოველთვის ვიყავი ზოგადად სპორტის კომაგი, ჩართული ვიყავი როგორც გულშემატკივარი და მქონდა გამოცდილება პიარის კუთხით, ჟურნალისტური კუთხით მათ შორის და მოხდა ისე რომ სრულიად შემთხვევით შემომთავაზეს მოკლედ რომ იყო საინტერესო ჩემთვის შესაძლებლობა რომ გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები. შევედი რა უკვე ვიცი რომ სპორტი მიყვარს და მესმის და შემიძლია აქ რაღაცა შევძინო. შევედი იქ მოხდა გასაუბრება, ჩვენი ხელმძღვანელები გიორგი კანდელაკი დავინახე და გიორგი კანდელაკი ახლა ვინ არის იცით, თელმა საქართველოს მიცის და გორელი ვარ თან და ადვილად გავიგეთ მოკლედ ერთმანეთის ენა, საერთო ენა და მას შემდეგ მოკლედ ვარ ჩართული მაქსიმალურად საქართველოს პროფესიონალური კრივის განვითარებაში. დღესდღეობით უკვე შემიძლია და ვარ ხოლმე უკვე სეკუნდანტიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოკრივეები საზღვარგარეთ, როდესაც მიდიან ბრძოლებში ძალიან სიღრმისეულად მოკლედ ჩავედით და ჩართული ვარ ყველა იმ პროექტში, რასაც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, გვაქვს ძალიან კარგი მით უმეტეს აი ახლა ბოლო პერიოდში მით უმეტეს გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სპორტული კუთხითაც, ორგანიზაციის განვითარების კუთხითაც და აი ეს ყველაფერი 20 წელზე მეტია ზოგადად, რაც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი არსებობს, საქმიანობს, გიორგი კანდელაკმა დააარსა თავის დროზე და მას შემდეგ აი ბევრი რთული პერიოდები აქვს გადავლილი, აბსოლუტურად საკუთარი სახსრებით, საკუთარი თვითკმარი ორგანიზაცია იყო ყოველთვის და ხელმძღვანელების და მათი მუშაობის შედეგად იყო ეს ყველაფერი. მე მიხარია რომ ბოლო პერიოდში უკვე საქართველოს სპორტის სამინისტრო ძალიან აქტიურად დაგვიდგა გვერდით და აი ამან მოგცა საშუალება რომ განვითარების კიდევ უფრო შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით. დღესდღეობით ძალიან აქტიურად ვატარებთ პროფესიონალური კრივის შეჯიბრებებს საქართველოში, თბილისში, თითქმის ყოველთვიურად იცის საზოგადოებამ და ვავრცელებთ ინფორმაციას და სხვათა შორის ძალიან პოპულარული ხდება უკვე პროფესიონალური კრივი საქართველოში, ძალიან გულშემატკივრის ძალიან დიდი აქტიურობაა. წამოვიდა ძალიან კარგი ახალი თაობა პროფესიონალურ კრივში, აი დაუმარცხებლად რო აგრძელებენ თავის კარიერას და ძალიან უახლოეს პერიოდში მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი შეგვიძლია, იმიტომ რომ ყველანაირი საშუალება გვაქვს ამის. მხარდაჭერა სამინისტროსგან, მხარდაჭერა უკვე მოდის გულშემატკივრებისგან, საერთაშორისო ფედერაციებისგან გვაქვს მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა, კონტაქტები ჩამოყალიბებული და ძალიან კარგი მხარდაჭერა გვაქვს და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი დღესდღეობით ევროპის მასშტაბით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღირსეულ და ძლიერ ორგანიზაციად, როგორც რაოდენობით პროფესიონალი მოკრივეების, ასევე იმ სპორტული შედეგებით, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ უკვე წლების განმავლობაში. ლევან, მე რამდენიმე თქვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებას დავესწარე ბრძოლებს. მინდა გითხრა ძალიან დადებითი და დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე, როგორც ორგანიზაციულმა მხარემ, ასევე თვითონ მოკრივეების დონემ. რა თქმა უნდა, იქ არის ჯერ პირველი ეტაპის ბრძოლები და შემდეგ უკვე მთავარი ბრძოლები, როგორც ყველგან, დონე რა თქმა უნდა განსხვავდება, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების სასიხარულოდ მინდა ვთქვა, რომ დაბალი დონეც კი
არც თუ ისე დაბალი არის. ხო, პროფესიულ კრივში. ნამდვილად მადლობა რომ თქვენ ეს შენიშნეთ და აღნიშნეთ ამ გადაცემაში. მინდა ვთქვა რომ აი დღესდღეობით არის ლიდერთა ჯგუფი, ასე ვთქვათ, მართლა ძალიან პერსპექტიული მოკრივეები და რა თქმა უნდა ყველაფერი არის განვითარებადი, ხო? ვიღაცა არის დამწყები, ხვალზე იმანაც უნდა მიაღწიოს იმ დონეს. რაც შეეხება ლიდერები, ვინც არიან, ჩვენ გვყავს ახლა ორი მოქმედი მსოფლიო ქამრის მფლობელი გვყავს. ერთ-ერთი არის ნიკა ბიგუავა, მეორე არის გივი თოდუა, რომელმაც აი ბოლო პერიოდში დაუმარცხებელი ისეთი სერია გააკეთა ამ ბიჭმა, რომ მალევე შეძლო უკვე რეიტინგში დაწინაურება და მსოფლიო კრივის ფედერაციის ქამარზე შემოდგომაზე მოიგო ეს ქამარი და ახლა უკვე დაცვაც უწევს აი ამ ქამრის. ძალიან პერსპექტიული დაუმარცხებელი მოკრევია გიორგი გიგნიაშვილი გვყავს, რომელიც არ ვიცი, თავისი შრომის მოყარეობით მთელი გულშემატკივრების ნამდვილი ფავორიტია. და რა თქმა უნდა გივი თოდუას, რომელიც ახლა უკვე იერიშია და არ აპირებს 12 რაუნდი ვალსის ცეკვას ვადაზე ადრე. აპირებს გამარჯვებას, ადრიანად უნდა სახში წასულა დღეს გივი თოდუას. აი ეს აპერკოტი კი კიდევ ერთი. ძალიან მაგარი ორთაბრძოლა. ვეღარ აგრძელებს ფილიპინელი. არ შეიძლება არ თქვა თეონა ფიროსმანაშვილი, აი ქალთა კრივი, რომელმაც გადაიყვანა სულ სხვა ეტაპზე და ისეთი გულშემატკივრების ისეთი ინტერესი გამოიწვია მთელ საქართველოში, რომ აი პირდაპირ მის სანახავად მოდიან და ძალიან დიდი აჟიოტაჟია და სოცქსელებში და ყველა ინტერესდება და ეს ამას შეძლო როგორც პიროვნულად ქარიზმატული პიროვნებაა, თუმცა ამავდროულად სპორტულადაც იმხელა პროგრესია ჩვენა, რომ შესაძლებელი აი ქალთა კრივი ცოტა სხვანაირად უყურებდნენ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან გქონდათ აი სულ ვცდილობდით რომ ქალები ჩაგვერთო, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ქალთა კრივი, ძალიან ყველა შოუზე ქალებს სვავენ და ძალიან ინტერესი იწვევს და ჩვენ სულ გვინდოდა სულ და აი ეს თეონა გამოჩნდა ისეთი რომ მართლა ქარიშხალი დაატრიალა რინგზე და ქალი ვიცინე რინგზე. ქალი რინგზე უნდა. და ამას ამტკიცებს სხვათა შორის თეონა, თქვენ თონაც ნახეთ ერთ-ერთ შოუზე დაესწარით და გადაცემაშიც აი მან მოწეული ყავდა ძალიან დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და როგორც სპორტსმენი, რა თქმა უნდა, შედეგები თავისას. კი, და უახლოეს პერიოდში მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უკვე ქალთა კრების წეყოლება მსოფლიო ქამრების მფლობელები და მათ შორის აი ერთ-ერთი ძალიან კარგი ამის მაგალითი და შესაძლებელია, რომ პერსპექტივა აქვს ძალიან დიდი ამ კუთხით. ლევან, აი ერთი ასეთი მომენტი მინდა განვიხილოთ. აი ეს მებრძოლები, რომლებიც შენ ჩამოთვალე, ბევრს პირადად ვიცნობ, ბევრს ბრძოლებზე დავსწრები ვარ აქ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენმა მაყურებლებმა და ფართო მასებმა უბრალოდ არ იციან ეს ხალხი ვინ არის, აი ქუჩაში მიდის ადამიანი, ქამრის მფლობელი, ხუთგზის ჩემპიონი, არავინ არაფერი არ იცის, განსხვავებით დაუშვათ ევროპელი მაყურებლებისაგან. აი ევროპაში, ხო? ჩვენ მოკრივეებს კონკრეტულად აი ჩამოთვლილ პიროვნებებს მაგათ იცნობენ. ჩვენთან არ იცნობენ. კი, ნამდვილად აი მაგაზე მაქვს დიდი ხანია ვაკვირდები, მით უმეტეს მეც ხშირად მიწევს ჩვენ მოკრივეებთან ერთად ევროპაში მოგზაურობა. ჩვენ სულ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ წარმოვაჩინოთ აი ეს ჩვენი მოკრივეები. მაგალითად არის ბაჩო ჯინჭარაძე, ესეთი მოკრივე, პროფესიონალი მოკრივე, რუსთაველი მოკრივე, რომელთან ერთადაც მე ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ მისი სეკუნდანტი და საფრანგეთში აქვს არაერთი ბრძოლა მოგებული, მსუბუქწონაშია, მსუბუქწონოსანი მოკრივეა და ხუმრობ ხოლმე და ამ ხუმრობაში ძალიან დიდი სიმართლეც არის, რომ ფრანგი მწვრთნელები მეთქი რო ჩავდივარ, ეს ბაჩო ის არის, ეგრევე მიწყებენ ლაპარაკს ბაჩოზე და მეთქი ფრანგი მწვრთნელები თავის მსუბუქწონოსან მოკრივეებს აფრთხილებენ ხოლმე მეთქი, რომ იუარჯიშეთ კარგად, თორე ბაჩო ჯინჭარაძე ჩამოვა და მაგრად გცემთ. აი ესე აშინებენ, მართლა გულწრფელად ვამბობ და საქართველოში ბაჩო მაგარია. კი, აი ნამდვილად და საქართველოში ეხლა ბაჩო ჯინჭარაძე კი იქ ვიღაცაებმა იციან, რომ სპორტსმენია, მაგარია, რუსთაველია ის, მაგრამ ფართო მასებმა არ იციან და სულ პირველი გამარჯვება
რო ქონდა ბაჩოს და გავარდა უცებ აი ამისი გამარჯვას ოთხსელემა აიტაცა ის და ბიჭო რამიქენიო ლევანო მეუბნება მოკლედო ნათესავებსაო და იმასო ეხლა გავახსენდიო რომ თურმე მოკრევე ყოფილვარო და ანუ იმათგანაც კი არ ქონდა დაფასება რომ ეს თავისი კაცო მაგარი ბიჭია სერიოზულად ევროპაში იცნობენ იქაური მწვრთნელები სულ ამაზე მელაპარაკებიან და ის თავისმა ნათესავმა მეერე სანამ იქ არ მოიგო ევროპაში და იქ არ მიაღწია და იქიდან არ დაუწერე რომ აგერ ბაჩო ჯინჭარაძე მომხელა ის მოიგო მანამდე არ აფასებდა ის თავისი ნათესავიც რომ სიტყვაზე როგორი კარგია და რადონის მოკრევია და აი ეს მაშინ როცა ევროპაში აი სულ პატარა თავისი ქალაქის ვიღაცა პატარა ჩემპიონი ყავთ რომელიც სპორტული დონით შეიძლება ჩვენ ნახევარი არ იყოს მოდის მთელი დარბაზი ინგრევა ხალხი ფულს იხდის ხომაგობენ და აი ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება აქვს და ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება აი თუ ხარ უკვე სოფლიომ თუ გაღიარა მე ვიცით ძალიან ბევრი და მაგარი მხარდაჭერა მაგრამ მოდი მაშინ დაუჭიროთ მხარი სანამ მივალთ აი მწვერვალებამდე ეს იქნება უფრო მეტი დახმარება და მე მიხარია რომ ნელ-ნელა ესეც იცვლება სხვათა შორის საქართველოში მაგრამ დღემდე აი ეს პრობლემა ნამდვილად იყო რა აი ახლა იაგო კიზირია ყავს ესეთი ფოთელი მოკრევე არ ვიცი უკვე ვეტერანია საკრებო სივრცეში ყველა იცნობს მაგრამ საკრებო სივრცის გარეთ თითქმის არავინ იმიტომ რომ ჩადის და ისეთი ბრძოლები მოაქვს არ ჩერდება უროსავით აი ამ ხელებს იქნებს მთელი ევროპა მთელი ვინც არის ელიტარული მოკრევე ყველასთან ნაბრძოლია და ძალიან ბევრთან ძალიან მაგარი გამარჯვებები აქვს წაღებული მაგრამ რა ვიცი ფოთში იცნობენ და საკრებო წრეებში იცნობენ მაგრამ საქართველოში იმ დონეზე არ იცნობენ ჯერჯერობით და აი სხვანაირ დაფასება გჭირდება ჩვენიანის სამწუხარო ფაქტია მაგალითად ბევრ პოტენციურ სპონსორთან მქონია საუბარი და ისინი ფულის ჩადებას ამჯობინებენ უკვე მზა პროდუქტში, აი უკვე ვარსკვლავი რო ხარ, უკვე თელმა მსოფლიომ რო გაღიარა, აი მერე გახდება შენი სპონსორი და იქამდე რომ მიაღწიო, აი ამაში არავინ არ გეხმარება, გვიხდება თქვენ სახეობაში ჩვენ ყველგან საკუთარი ძალებით კი, ნუ ესია სპორტის ყველა სახეობაში ესია. ყველაზე რთული იყო ჩემთვის საქართველოში თქვა სპორტის სასახლეში დიდარენაზე საქართველოში ჭუბი იყო ჩემთვის შედარებით ძნელი ვიდრე საზღვარგარეთ. ხო, ამაზეც ორი კატეგორიის მოკრევეები ყავს, აი მაგაზე შემიძლია კარგი დაკვირვება მაქვს მაგაზე, რომლებსაც უადვილდებათ ერთი კატეგორია საკუთარი მაყურებლის წინაშე, როცა აქვთ მხარდაჭერა და მეორე კატეგორია, რომელსაც უადვილდება საზღვარგარეთ, როცა საკუთარი მაყურებელი და საკუთარი არ უყურებს, ანუ აი გარიძაბება, უფრო თავისუფლად არიან ხოლმე. და საკუთარი მაყურებლის წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და აი მეორეს მივეკუთვნებოდი მე. კი, არის ნამდვილად ჩვენ შემთხვევაში ხშირად ესეთი რამე, მაგრამ აი საზღვარგარეთ გასვლით ბრძოლებზეც მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ ძალიან ბევრი აი მივდივართ, ნუ ეხლა საფრანგეთში ჩადიხარ, იქ იტალიაში ჩადიხარ, გერმანიაში ჩადიხარ და ნუ ქართველი შეიძლება ერთი იყოს დარბაზში, ანუ ორი ვიყავს, შეიძლება საერთოდ არ იყოს, ხო და უცხოელი ის გულშემატკივარია და მინდა ვთქვა, რომ აი ქართველი მოკრევეების სასახელოდ, რომ მართლა ყველგან მაგარ სახელს ვტოვებთ რა, აი სადაც ჩავსულვართ, შუა ბრძოლიდან ყოფილა, რომ მეტოქის მაყურებელი შუა ბრძოლიდან ჩვენსკენ გადმოსულა და ჩვენსკენ აი სხვანაირ დაფასება იციან კარგი მებრძოლისად სხვათა შორის რა. მოულენ და არა აქვს მნიშვნელობა რომ თავისიანი შეიძლება გაულახო, მოულენ და ვაჟკაცურად შენ დაგიკრავენ ტაშს და დაგაფასებენ და ფოტოებს იღებენ და აი არ ვიცი ეხლა ერთ-ერთი ბოლო ბრძოლაზე მყავდა ლევან იანქოშვილია, ბევრმა იცის მოკრივე გადაირია დარბაზი, ბავშვები გადმოცვიდნენ და ეხვევიან და მაგისი რაღაც კადრებიც არსებობს მაგის რომ ქართველზე დროშა გამოართვეს და წარწერები და იმხელა ის ერთი ბრძოლით შეაყვარა და დაამახსოვრა თავი და საქართველოს სახელი გაიტანა ამ ბიჭმა და ესეთია აბსოლუტური უმრავლესობა. ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა მაგალითად ამ რამდენიმე თვის წინ რიგაში ვიყავით ჩასულები ძალიან ძლიერ ღონისძიებაზე სავსე იყო მთელი სპორტის სასახლე იქ ჩხუბობდა ჩვენი ნიკა ბიგვავა ისედაც ძალიან მაგარი ბიჭი არის და იქ ხო საერთოდ რა გაანადგურა მოწინააღმდეგე ესე იგი შეიძლება ითქვას ცალკარას ეთამაშებოდა, სულ ეს უთხავდა მეტი წილი. ორჯერ ნოკდაუნში გაუშვა. ორჯერ თან გვიან დაიწყეს დათვლა და ასე შემდეგ. ხრიკები, ხო, ორჯერ დააგდო. ნუ მეტი რა უნდა ექნა ახლა ამ ბიჭსა რა და
ფრემისცეს. აი ეგეთი რაღაც კიდე კაი წაგება არ მიცეს. წაგებად შეიძლება. სხვათა შორის აი ესეთი მომენტებიც ხდება. აი ეგ ძალიან ცუდი ფაქტორია და როგორც ყველა სპორტში და მათ შორის ჩვენთანაც ვაწყდებით მაგ წინააღმდეგობას. დღესდღეობით შედარება არ არის, თუნდაც რამოდენიმე წლის წინანდელ მსაჯობასთან მთელი ევროპის მასშტაბით, იმიტომ რომ იქ უკვე ადგილობრივმა მსაჯთა ბრიგადამ იცის, რომ ეს ქართველი ამას პატრონი ყავს, ამას მოიკითხავენ, ეს დარეკავს, ეს მოიკითხავს თავის პასუხს და მეორე ფაქტორი რაც იყო აუცილებლად თქვა, ეს იყო თვითონ მოკრივეების, თვითონ მებრძოლების აი ძალიან დიდი და მაგარი ხასიათი, იმიტომ რომ ბიჭებმა შეძლეს და თვითონ აიძულეს ადგილობრივი ბრძოლების ორგანიზატორები. იქ გულშემატკივარი მომთხოვნია, იქ ესმის რომ კაცო ხედავს, მართალია ეს ჩემიანია, ფრანგია, მაგრამ ის ქართველი უფრო მაგარია და ერთხელ რო წაართვეს ქართველს მეორედ და მესამედ, მეოთხედ უკვე მოსთხოვეს თვითონ იქ ადგილობრივად და ობსტრუქცია მოუწყვეს. ლევან, სწორედ მაგისთვის არის აი ეს გადაცემა მისტერ ნოკაუტი, სწორედ მაგისთვის რომ ვანახოთ ხალხს, გავაცნოთ აი ეს ხალხისთვის უცნობი და ძალიან მაგარი სპორტსმენები. სუსტებსაც გავაცნობთ აუცილებლად. ყველანი უნდა გაიცნოს ხალხმა. ჩვენი მებრძოლები, მოკრივეები, კარატისტები, მოჭიდავეები, ყველა სახეობა, ჩვენი მებრძოლები უნდა იცოდეს ხალხმა, ხო? აი ამისთვის არის ჩვენი გადაცემა და მე მადლობელი ვარ, აი ამ გეს. კი, მადლობელი ვარ, რომ სწორედ აი ესეთი მართლაც განსხვავებული მიდგომა გაქვთ თქვენც პირადად, აი ახლა თქვენ რაც თქვით, რომ თუნდაც სპონსორებს უკვე უნდათ მზა პროდუქტი და მე იმაზე ყველა დაეხვევა და ყველას უხარია, მაგრამ აი თქვენი მხარდაჭერა სწორედ ამით არის დასაფასებელი, რომ სანამ მივლენ იქამდე, მანამდე დაუჭიროთ ამათ მხარი და მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენი წამოწყება ძალიან კარგად იმოქმედებს აი ამ ყველაფერზე. სხვათა შორის აი ერთს დავამატებ, რომ კრივში იტყვიან ხოლმე და იგივე ეხება სხვა სპორტის სახეობებსაც, რინგზე რომ კაც შეუძლია ფეხის შედგმაო, ის უკვე იმსახურებს პატივისცემას, ვისაც ბევრს არ შეუძლია. რინგზე რომ გადიხარ უკვე მაგარი. უკვე მაგარი. ჩვენი გადაცემის შემდეგი ნაწილი იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა. ამ ბრძოლებს მე დავესწარი. That's your time running down. Feel it, up, champion, one shot, one moment. I own this. აშანსე მეუბრებო. აგარო, სნის ხეობელი რინგზე გიორგი გიგნიაშვილი მართავს თავის მორიგორთა ბრძოლას. აზერბაიჯანელი მეტოქის წინააღმდეგ. ხანბალა გურბანოვი, გამოცდილი აზერბაიჯანელი მოკრივე იქნება ამჯერად ქართველის მეტოქე, ძალიან ძლიერი ოპონენტი ყავს გიგნიაშვილს. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გულშემატკივრისგან. გიორგი გიგნიაშვილი ჩამოყალიბდა ქართული კრივის სახეთ და ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული მოკრივეა, დაუმარცხებლად აგრძელებს თავის კარიერას. მას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს, დააწესოს სტანდარტები და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ისთვის კი ეს დღევანდელი ბრძოლა არის მორიგი საფეხური. კარიერის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურად დაიწყო ეს ორთა ბრძოლა. კარგი გაცვლები გიორგი გიგნიაშვილის შეტევაზე. თავიდანვე რა ბრძოლა გაჩაღდა. მაგარი დარტყმები გაუტარა გიგნიაშვილმა. ნამდვილად ამართლებს ეს ორთა ბრძოლაცა ფაქტია იმედებს. გურბანოვი ცდილობს უპასუხოს. აზერბაიჯანელი მოკრევე ძალიან ძლიერი მოკრევია. გიორგი გიგნიაშვილი, რომელიც ახლა წეროვანში ცხოვრობს. აქტიურად მეორე რაუნდიც გიორგი გიგნიაშვილი არის შეტევაზე გადასული და მე მგონი ვადაზე ადრე აპირებს ამ ბრძოლის მოგებას. შესანიშნავი დარტყმების სერია. არჩეული სტილი, შეწყვიტოს დომინირება მეტოქეზე. აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას. დომინირებს და შეტევაზე ახორციელებს თავისი ოპონენტის წინააღმდეგ.
განახლდა ორთა ბრძოლა. გიგნიაშვილი სულ სხვა განწყობით არის გამოსული. რა ბრძოლა, ნამდვილი ომი. საოცარი სანახაობა, ემოციებისა და ძვლების ჯახი ისმის. დაკლავ კლინჩი. ხედავთ სისხლს ხანბალა გურბანოვის სახეზე. თუმცა ცდილობს რომ ტექნიკურად იმოქმედოს აზერბაიჯანელი მოკრივემ, მაგრამ მაგაროს წინაშე ეს არ გამოგივა. ერთადერთი შეუძლია ისარგებლოს იმით, როცა გიორგი ჩერდება. მაშინ როცა თითქოს ერთმანეთს ესალმებიან მოკრივეები. აი ეს კი ძალიან მაგარი დარტყმა. კიდევ ძალიან მაგარი დარტყმები. ხედავთ გურბანოვის სახეზე რა ხდება. აი ეს უკვე არალეგალური დარტყმა იყო შეტრიალებულზე, მაგრამ მეტი ყურადღებით უნდა იყოს გიგნიაშვილი. როდესაც საბრძოლო ეპიზოდი სრულდება. ყველა სანახაობა. ქართულ მოკრივეთა ვარჯიშის ამასობაში კი საოცარი შოუ. ქარიშხალი ხანბალა გურბანოვის სახეზე. სეტყვა რა ენერგიით გავიდა გიორგი გიგნიაშვილი პირველივე წამებიდან. უდიდესი ენერგია ჭირდება აი ამ ტემპში, აი ასე ბრძოლას. დაეცა აზერბაიჯანელი მოკრივე, თუმცა ეს საჭმა ჩათვალა, რომ მხოლოდ სველი რინგის ბრალი იყო. შესანიშნავ ორთა ბრძოლას ვადევნებ თვალყურს. ბრძოლას, რომელიც ნამდვილად ჩაიწერება ქართული პროფესიონალური კრივის ისტორიაში. ბრძოლას, რომელთაც ნამდვილად იამაყებს ყველა გულშემატკივარ, ვინც დაესწრო აი ამ შოუს. გიგნიაშვილი კი არ ჩერდება, არც ერთი წამით. ხსნის ხეობელი ომშია და ამ ომის მოგებას აპირებს. კლავ შეტევაზე, კლავ დომინირებით, კლავ სერიებით, დარტყმებით. სრულდება რაუნდი და კლავაც ქართველი სუპერსახელად ბოქსინგ ჯორჯია ადევნებს თვალყურს ამ ორთა ბრძოლებს. მაშასე ბოლო რაუნდი და ომი განახლდა.
კარგი შეტევა. კიდევ ერთი. ძალიან გამოცდილია ხანბალა გურბანოვი. ძალიან ბევრს გაუძლო აზერბაიჯანელმა. თუმცა ხედავთ გიორგი გიგნიაშვილი. როგორ წერს მეხუთე გამარჯვებას პროფესიონალური კრივის რინგზე. ხედავთ რომ შეუძლია ამ ოკრივეს გამარჯვება ნამდვილ ომში. ასე ომში გადის მეექვსე რაუნდიც პირველიდან ბოლო რაუნდამდე. ერთი წამით არ შეწყვეტილა. ეს ინტენსიური ბრძოლა. გიგნიაშვილს უნდა ვადაზე ადრე დაამთავროს ეს ბრძოლა. იგივე უნდა კომაქსაც, მაგრამ გურბანოვი კლინჩი შევიდა. უძლებს ამ ყველაფერს აზერბაიჯანელი მეტოქე. ნამდვილად ძალიან მაგარი და ვაჟკაცი მოკრივე ყავს გიორგი გიგნიაშვილს. ყოჩა ხანბალა გურბანოვს. ძალიან ღირსეული ოპონირება გაუწია და ასეთი ომი რაუნდის ბოლოს, ბრძოლის ბოლოს. და დასრულდა ორთა ბრძოლა. ინგრევა დარბაზი დაცლილია ყველა ემოციებისგან. შესანიშნავი შოუს მონაწილენი გავხდით. შესანიშნავი ბრძოლა თქვენს წინაშე. საოცარი დაპირისპირება. შოუ რომლის ანახავად მოსვლა ღირს და ყველა კომაქს აუცილებლად გელოდებით მომავალ შოუებს. ეს არის ის დონე, რომელიც შეუძლიათ ქართველმა მოკრივეებმა დადონ. საბოლოო შედეგი საჭთა გადაწყვეტილება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ნათელია, მართალია მე ობიექტური ვარ, თუმცა ობიექტური ვერ ვიქნები, თუმცა ვფიქრობ, ობიექტურადაც ნათელია. რა იქნება ამ ბრძოლის შედეგი? მადლობა აზერბაიჯანელ მეტოქეს ხანბალა გურბანოვს ძალიან კარგი ბრძოლისთვის და აპლოდისმენტები გიორგი გიგნიაშვილს ამ შოუსთვის და აი ამ ომისთვის. ხედავთ გიორგი გიგნიაშვილს როგორ ამზადებენ თავისი ფაფახი, თავისი ჩაცმულობა, თავისი ხაზგასმა. თუ ვინ არის? ვისი სისხლი ჩქეფს მის ძარღვებში? ვისი გორის აქსნის ხეობელი? წმინდა გიორგის ხედავთ გიგნიაშვილის მოსასხამზე. აი ეს არის სტანდარტი, რომელსაც მიყვება გიორგი გიგნიაშვილი. სწორედ ამიტომ არის ის დღეს უკვე ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პროფესიონალური კრივის რინგზე. 6 რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 55-59, 54-60 და 54-60. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულია გიორგი მაგარო გიგნიაშვილი. მოგესალმებით ყველას დამწერ საზოგადოებას. მადლობა აქ მობრძანებისთვის თითოეულ ადამიანს. მადლობა კრივის ფედერაციას. ჩემ ტრენერებს დიდი მადლობა. ამ
გამოაშკაც მის კიდე დაუკრათ ტაში და აპლოდისმენტები. მიყვარხარ ჩემო იკოთლებო, ჩემო ქსნის ხეობელებო. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამათალე. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესი.